ძირითადად 5 საკითხი მაქვს, რომელზეც ჩვენ გვჭირდება გამოძიების პასუხი და ეს პასუხი ალბათ არ გვექნება. დავიწყოთ თავიდან. რაც ვნახე კადრებში, შენობაში შესულ და იქიდან გამომავალ ალეკო ელისაშვილს სხვადასხვა ფეხსაცმელები ასვია. უბრალოდ შენობაში შესულ კადრებში და როდესაც უკვე მას აკავებენ, აი მაგ კადრებში მას სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელები აცვია თუ ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. მეორე, თუ ის ჩადიოდა ასეთ ქმედებას, რომელსაც მერე მოყვებოდა აღიარება, მაშინ მას არაფერში არ ჭირდებოდა სახის დაფარვა და ნიღაბი. ეს არის ყველაზე დიდი შეუსაბამობა. თუ ადამიანმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ იმ ადგილზე არის კამერები, იცის, რომ მისი ქმედება იწერება, მერე გამოდის და ქმედებას აღიარებს, კვალიფიკაციას არ აღიარებს, ბრალს, მაგრამ ქმედებას აღიარებს, რატომ შედის ნიღბით? ნიღბის ამოცანა ხო სახის დაფარვაა, მეგობრებო, და დაფარვა იმისი, რომ ამოგიცნონ. ეს მეორე შეუსაბამობა. შემდეგი შეუსაბამობა, რატომ მიდის ადამიანი ამ ქმედებაზე იარაღით, თუ იარაღის გამოყენებას არ აპირებს. ანუ როგორც პროკურატურამ გითხრა, მან თან ჰქონდა იარაღი, მაგრამ ფაქტია, რომ არავითარ მცდელობა იარაღის გამოყენებისა არ ჰქონდა. არადა მერე, როგორც ამ კადრებში ჩანს, ეს უცნობი ადამიანი ებრძვის ფიზიკურად მანდატურის სამსახურებს. ხო? შესაბამისად მესამე შეუსაბამობა. შემდეგი შეუსაბამობა, ეს არის კამერა. ესე იგი, ადამიანი, რომელიც შედის სასამართლო შენობაში, მან თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ იქ არის კამერები. შესაბამისად, მას უნდა სცოდნოდა, რა მოყვებოდა ამას ყველაფერს და ეს პასუხისგებლობა უნდა სცოდნოდა და არაფერს შუაში არ არის შემდეგ მოგვიანებით ის ყველაფერი რაც გავიგეთ, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც არის ნიღბით, მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია. შეუძლებელია იდენტიფიცირება. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ანაბეჭდებით უნდა მოვიდეს და უნდა გავიგოთ, ვინ არის ის პირი, რომელიც ჩადის ამ აქტს. ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს, რომ ეს მართლა ბრალდებული ელისაშვილია და ბოლო. ეს არის დალურჯებები. რას ნიშნავს, რატომ აქვს მას დაკავებისას ფოტოზე, ჯერ ეს ერთი უცნაურად გადაღებული ფოტოა, თითქოს არ უნდათ რომ გამოჩნდეს, რომ მისი სახე, ისეთი რაკურსია, რომ ოდნავ ჩანს სახე და გარდა ამისა, რატომ მას დალურჯებები, რომლებიც აქვს, აშკარად, როგორც რამდენიმე მცოდნე ადამიანმა მითხრა, უფრო ძველი სისხლჩაქცევებია, ამაზე გვჭირდება პასუხი. გვჭირდება პასუხი ექსპერტებისა, რას გავს ეს სისხლჩაქცევები,